რომელსაც რატომ გადაწყვიტა პოლიტიკაში წასვლა გავიმეორებ ამ შეკითხვას. კარგი, მეც გავიმეორებ პასუხის დასაწყის, ცოტა ხუმრობანარევი პასუხი იქნება პოლიტიკაში. კარგოს ალბათ ეს ხუმრობა. ისმენ, ბოდიში. ისმის ხო ხმა? კი ბატონო, გვესმის კარგი. აი ესე მეც კარგად მესულა თქვენი ხმა მესმის. ესე იგი, ცოტა იუმორინარევი პასუხი მექნება პოლიტიკაში, ნინო, მე ვარ 1988 წლის ნოემბრის აქციებიდან. ანუ იმ დღიდან, როცა დაიწყო საქართველოს ეროვნული მოძრაობა, მე დროშე რო ვიყავი პატარა ბიჭი, მე ასე ვთვლი ყოველ შემთხვევაში რო გამოვთვალე და პარტიის წევრი არასოდეს არ ყოფილი ვარ, არც ახლა ვარ ეროვნული ფორუმის წევრი, უბრალოდ მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო ამ იდეოლოგიის პარტიას, რომლის იდეოლოგიას მე ვატარებ, მე მგონი 1988 წლიდან ზუსტად, რომ მათ შეაჩერეს ჩემზე არჩევანი და აგერ ვაზისუბანი მერვე ლეგიონის კვადრატში დააყენეს ჩემი კანდიდატურა. აი ეს იქნება ჩემი პასუხი. მე პოლიტიკაში ვარ, იქნება სახელმწიფო პოლიტიკა, კულტურის პოლიტიკა, თქვენ ეთერში და თქვენთან კონკრეტულადაც ხშირად ყოფილი ვარ ხოლმე კულტურის პოლიტიკაზე სასაუბრობ. მესმის ბესო რომ ყველა მეტნაკლებად ვართ ჩართული პოლიტიკაში, მედიაში ვართ თუ სადმე სხვაგან, მაგრამ ეს უკვე სხვა ტიპის პოლიტიკა, სხვა ტიპის აქტიურობა, მაჟორიტარ დეპუტატობა, კენჭისყრა, ეს უკვე სხვა პროცესია და შემდეგ უკვე პარლამენტის დეპუტატობა უკვე სხვა პროცესია. რატომ გადაწყვიტეთ, რომ აი ამ გზით წახვიდეთ და ანუ ეს არის უკვე რაღაცა ეტაპიდან, ეხლა მე ამ წუთში ოცნების ასაკში ვარ, გულისხმობ 41 წელს და ვთვლი, რომ არის უკვე ის დრო, როცა შეიძლება უფრო სხვა საფეხურიდან ამ ლოგიკით ოცნებაში უნდა შესულიყავით. ხო, ну არა, მე ეროვნული იდეოლოგიის ხალხმა შემომთავაზა მათი ასე ვთქვათ სახეობა და ნუ შესაბამისად მათ დავთანხმდი. სხვა საქმეა ვის როგორც დავთანხმდებოდი ან დავთანხმდით თუ არა სხვათა შემოთავაზებას. ანუ რეალურად ეს უკვე სხვა ეტაპია და სხვა საფეხურიდან შეიძლება იმ იდეოლოგიის გატარება, რასაც მე წლებია უკვე 25 წელიწადია ვატარებ, თუნდაც შენ ახსენი აი ეს ჩვენი ვარსკვლავები და თუნდაც ის სახელმწიფო პოლიტიკა და თუნდაც დანარჩენი პოლიტიკა მე ვთვლი რომ არ არის მხოლოდ აი ხა უსმენდი დათო ზურაბიშვილს გამობრძმენდილი პოლიტიკოსია რეალურად ამ საქმეს კარგად იცნობს და მე ვფიქრობ რომ პოლიტიკა სხვა რაღაცეებიც არის გარდა ის ამირჩიე, გადამირჩიე, ხმამომეცი, ის მომენტ პარტიის გავიდა კოალიცია. თუმცა თქვენ გადაწყვეტეთ ამირჩიე, გადამირჩიეში მონაწილეობა ხო? ხო, მე გადავწყვიტე იმაში მონაწილეობა რომ 8 ოქტომბერს გავიმარჯვო და ის რასაც აქამდე ვაკეთებდი, ცოტა უფრო მაღალი ზედასაფეხურიდან გავაკეთო. ანუ მსახურება ხალხისთვის, ოღონ ახალ ფორმატში და ახალი შესაძლებლობებისთვის და მე მგონი გასელით ამ ყველაფრისგან თუ შეიძლება გითხარით, აი გადაცემის სულ დასაწყისში სტუმრად ყავდა მერაბ მეტრეველი, ჩემი კოლეგა ამ გადაცემის ყოფილი წამყვანი, რომელიც წავიდა პოლიტიკაში და ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა მისი მოღვაწეობა და ახლობთ 3 თვიანი და წამოვიდა ის პარტიიდან და პოლიტიკიდან მომავალში წამოვა თუ არა საბოლოოდ არ ვიცით, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით არ აქვს მას პოლიტიკური გეგმები. რაღაცა გარკვეულწილად იმედგაცრუებული მომეჩვენა მე მერაბი, დეტალებზე ის თვითონ არ საუბრობს მისი ორგანიზაციაში რა და როგორ მოხდა, მაგრამ თქვენ რა იმედები გაქვს? გეტყვით რატომ მიდიხართ? ძალიან მოკლედ გიპავს მე მერაბი შემხვდა გამოსასვლელში, როცა თქვენი ეთერიდან გამოვიდა და ზუსტად მეც ისეთივე რეაქცია მქონა, რაღაცა ნირწამხთა ან გულდაწყვეტილი მომეჩვენა ადამიანი. მე ამ შემთხვევაში არავის იმედი არ მაქვს გარდა ჩემი თავისა და იმ ხალხისა, რომ ხალხთანაც მე ყოველდღიურად მაქვს ურთიერთობა. დავიწყოთ იქიდან, რომ მე იმ უბანში ვცხოვრობ, რა უბანშიც რეალურად აი ეს კენჭი უნდა ვიყარო და უფრო სწორად უკვე წარმადგინეს ეს უბანში. რეალურად იმედებზე არ არის აქ საუბარი. აქ არის პირდაპირ გამარჯვებაზე საუბარი ის, რომ ხალხს ეყოლება თავისი მეზობელი, თავისი ხმა, თავისი ახლობელი, თავისი მეგობარი იქ პარლამენტში, რომელიც უკეთესად და უფრო ხმამაღლა ის ხო ძალიან გაცვეთილი ფრაზაა დიდი ბოდიში, რომელსაც ყველა იყენებს უკვე 25 წელია საქართველოში თქვენი ხმა პარლამენტში თქვენი საკრებულოში. მე მეჭვება რომ ყველა იყენებდეს, ყველა ამბობს, ვერან ვერ იყენებს. ყველა ამბობს ამ ყველაფერს და ყველა პირდება. მე მაგალითად სიტყვაზე შეიძლება ჩემს ამომრჩეველს არც კი ვაკადრო რამე დაპირებები. რა დაპირებები უნდა ვაკადრო ამომრჩეველს იმათთან ერთად უნდა ედგა და გააკეთო იგივე საქმე, რასაც აქამდე აკეთებდი. არაფერი ახლის გაკეთებას არ ვაპირებ. ვაპირებ იმ ადამიანის გვერდში ყოფნას, რომლის გვერდშიც აქამდე ვიყავი, ისედაც, სხვა ფორმატში. თორე კიდევ ერთხელ გეუბნები, ის რომ ბანალური დაპირება, არა, მე ამბობს ეს ხალხი, მაგრამ რეალურად მე ვერ ვნახე რაღაც იქ რომ ის ხალხის ხმის მიმტანი ადამიანები ისხდნენ აგერ უკვე რამდენი და ბოლოს მინდა კითხოთ საარჩევნო კამპანიის შესახებ საარჩევნო კამპანიის ორგანიზება თუ ჩატარება არ გავს მაგალითად კარგი კონცერტის ან მეგა შოუს ორგანიზებას აბსოლუტურად სხვა სპეციფიკა აქვს ამ ყველაფერს დაიწყეთ თუ არა უკვე
საარჩევნო კამპანია და როგორ აპირებთ ამის გაკეთებას? რამდენად ორგანული იქნება თქვენთვის ეს პროცესი და ეს სიტყვა მომეწონა რამდენად ორგანული იქნება. იმდენად ორგანული იქნება, რამდენად ორგანულიც მე ვარ ამ ადამიანებთან. არ იქნება ყალბი, არ იქნება კიდევ ერთხელ გეუბნები დაპირებები, რომელიც ჩემთვის შეურაცხყოფელია, რო ვერ ასრულებენ ეს ამბები, რატო პირდებია, ვერ ხვდები რაღაც იქ პენსიები, აი ძალიან ბანალური რაღაცები. თქვენ რას დაპირდებით ბეს? არც არ დაპირდები იმათთან ერთად დგომას და იმათთან ერთად. და კარგია დეპუტატობის კანდიდატი, რომელიც არც არ დაპირდება. არა, აი არაფერს არ დაპირდები გარდა იმისა, რასაც ქვია მათთან ერთად გვერდში დგომა, რასაც აქამდე ისაც აკეთებდი. გვერდში დგომა ბირჟაზე? არა, ბირჟაზე რატო ბირჟაზე? რატო ბირჟაზე? სხვა შორის ბევრი კარგი საკითხი ბირჟაზე და სუფრაზე წყდება ადამიანებს შორის შეიცვალოს. არავითარ ბირჟას ხუმრობით. რეალურად ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რომ იდეოლოგია უნდა გავატაროთ იმ პარტიის, რომელსაც ქვია ეროვნული ფორუმი და რომელიც მე მენდო და რომლის იდეოლოგია ჩემსაც ემთხვევა. ქართული უნდა გავატაროთ და მე ამას ვაზისუბნიდან ვაპირებ, რომ დავიწყო იმ კვადრატიდან და წერტილიდან, რასაც ქვია ვაზისუბანი და ძალიან დიდი მადლობა ბესო ჩუბინიძე იყო, ჩემი კოლეგა, რომელიც წავიდა პოლიტიკაში ჩვენი სტუმარი, წარმატებები ბესოს.